Hi, მე ბექა ვარ და ამ ვიდეოში გასწავლით როგორ ელაპარაკოთ სამხედროებს და ომის ვეტერანებს. ინგლისურად რა თქმა უნდა. ინგლისურში, ამერიკაშიც, ბრიტანეთშიც ესეთი წესია ზოგადად, რომ როდესაც სამხედროს ესაუბრები, უნდა გადაუხადო მადლობა. ომის ვეტერანს მით უმეტეს. ეს მადლობა შეიძლება ბევრი ფრაზით იყოს გამოხატული, მაგალითად we appreciate your sacrifice, ვაფასებთ თქვენ მსხვერპლს, thanks for all you've done, მადლობა ყველაფრისთვის რაც გაგიკეთებიათ, მაგრამ ერთი ფრაზა არის განსაკუთრებით ამერიკულ ინგლისურში, რომელიც არის სტანდარტია რა. არ აქვს მნიშვნელობა მაღაზიაში გამყიდულად მუშაობდა ამ დროს სამხედრო შემოვიდა თუ რა ვიცი სენატორი ხარ და კითხვებს უსვამ სამხედროს სტანდარტია რომ უნდა გადაუხადო მადლობა ესეთი ფრაზით thank you for your service ძალიან გავრცელებული ფრაზა არის ალბათ თვითონ სამხედროები ამას რაღაცა ყოველდღიურად ისმენენ შეიძლება ყელშიც აქვთ ამოსული არ ვიცი მაგრამ ისეთი სტანდარტულია სადაც კი რაღაც იმ გარემოში სამხედრო არის ყველგან მოისმენ ამ ფრაზას thank you for your service შეიძლება გინახავთ რა ვიცი ფილმებში ძალიან ხშირია ინტერვიუებში და ასე შემდეგ thank you for your service ძალიან გამოსადეგი ფრაზაა Thank you for your service. Thank you for your service. Thank you for your service. No, thank you for your service. Thank you for your service. Thank you for your service. I thank you for your loyal service. We thank you for your service and sacrifice.